ეხლა მივიდივარ რასაკეთებსაც. რა გაკლდა თუ რა გენატრებოდა და რაღაცა რომ აი სექსი და ამაზე აიწია ერთი ამბავი რომ აი ჩვენო ზურას მიმართო პატივისცემით ვართო განწყობილიო. იქ წერდნენ, არ ვიცი ეხლა ვინ ჯენზი იყო და ვინ უფროსი და ვინ მილენიალი და ვინ ბუმერი, მაგრამ ნუ წერდნენ რომ რამდენადაც ზურაო ძალიან ქულარიო, არ იყო მაინც და მაინც გულგანცხადებაო, ეხლა პოლიტიკოსიო გამოვიდაო და რას ფიქრობ, ანუ ეგეთი კომენტარი კი და საერთოდ უნდა განსაზღვროთ ესე აი ჩარჩოსნა მოვარგოთ, აი რომელ კითხვაზე, როდის იქნებოდა უპრიანი თუ როგორც არის რა, აი როდის მოსულა, როდის არა. იდეა ხოლმე ეგეთ რაღაცები. ოღონდ ეგ პასუხიც, აუ რატომაც ადამიანებს წარმოუდგენიათ, რომ ეს პოლიტიკოსები რაღაცა რობოტები ვითავართ და სულ რაღაცა ამ პოლიტიკოსის ამპლუაში ცხოვრობთ, რომ რავი, ტუალეტში არ დავდივარ და ადამიანები არა ვართ და ეგეთი რაღაც. ეგ სიამდვილეში არ იყო რაღაცა ნაფიქრი და გააზრებული პასუხი. უბრალოდ რომ მორჩა, შემსახთან ხდებოდა, რომ მორჩა ინტერვიუებზე მართლა კითხებდა დავისეს, ერთ-ერთი ჟურნალისტი რომელთაც თავი მეგობრები და ძალიან ხშირად ნახულობ ხოლმე, შორიდან დამიძახა რაღაცაო. და წამიერა თავში მართლა რაც მომივიდა პირველი. რა ის უპასუხე. რაც სიამდვილეში საერთოდ არ არის შორს სიმართლიდან. ჩვენი ადამიანის ხელი. ხო, აუ, მართლა ეგრე ხა, რავი, არა გაქვს სექსი და რავი, ხა რო დაფიქ, ბევრი რამე შეიძლება, ხო იცი, აი, შვილები მომენატრენი, მილიონ რამეს ვიტყოდი, მართლა. იქ მაინც და მაინც ხა სექსზე არც ფიქრობ რა. ხო, აუ, სხვა რა, ჩახუტება გენატრება და ცოლი გენატრება და შვილები გენატრება და მეგობრები გენატრება, მართლა, აუ, ჩახუტება რო იქ დავაფასე, აუ, ის რო ფიზიკურად 7 თვე რო არავის არ ჩახუტები ხარ. ეს აღმოჩნდა იმ ხელთან მე არა ვარ ეგეთი ძალიან სოციალ ტიპი რომ მაინც ყველას ვეხვეოდება რა. ჩემთვის აღმოჩნდა სერიოზული ამბავი. მენატრებოდა, მესიზმრებოდა, როგორ ვეხუტებოდი მეგობრებს და ჩემს რაღაცა პარტიის ხალხს და ასე შემდეგ რა. ზურა. ესეთ პოდკასტი ეხა სიტყვაზე, ესეთ პოდკასტში ვიღაც შე რო გეკითხა, ხო? ალბათ უფრო მაგაზე ვიმსჯელებდით რაღაც. ეს იყო უბრალოდ შორიდან დაძახებული კითხვა და წამიერა თავში რაც მოგივიდა და შემიძლია ითქვა მეორე ვერსია უნიტაზი იყო. აუ მართლა, ანუ ერთი იყო ეგ და ნუ რავი, სექსმა აჯობა. რაღაც პონჩი. თორე მეორე ვერსია უნიტაზი ყო, აი უცებ რაც შეიძლება გეპასუხა. იმადაც არ მიფიქრე რაღაცა სხარტულა პასუხი ყოფილიყო რაღაც. უნა მომაძახა და რაღაც კაი ხასიათზე ვიყავი და მეც კაი ხასიათზე და ყველამ ვიცინეთ და ხო და ეგ გამოვიდა. რატო არის საერთოდ ეგ თემა მართლა ვეხვდე და ანუ მართლა სერიოზულად რომ მეპასუხა რომ სექსი იყო ის რაც მენატრებოდა რა რო ან რა არის მაგას მადლობა. ტყუილის ნატამალი არ არის რავი.